შთამბეჭდავი მდგრადობა გეოპოლიტიკური დაძაბულობის, მაღალი შიდა და საგარეო გაურკვევლობის ფონზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეფასებით მონაცემები ხელისუფლების ოფიციალური პროგნოზის იდენტურია და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. რატი მეტრეველი გვერდება დეტალური ინფორმაციით. საქართველოს ეკონომიკამ შესანიშნავი შედეგები აჩვენა, ასე აფასებს ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. გამოქვეყნებულ ანგარიშში განხილულია ყველა ის ასპექტი, რომელიც საბოლოოდ სავალუტო ფონდს აძლევს იმის ქმნის საფუძველს, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს დადებითი ეკონომიკური მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ საკითხით კონკრეტული მხარეები ხშირად სპეკულირებენ, ამ სპეკულაციებს პასუხს ყველაზე კარგად კონკრეტული მაჩვენებლები სცემს. ის მაჩვენებლები, რომლებსაც ხშირად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აქვეყნებენ და რომლის მორიგი ამჯერად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის სახით ვიხილეთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს შესახებ ანგარიშში პირდაპირ თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი გაზრდილია. ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი, საერთო ინფლაცია, საჯარო ვალი, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. ანგარიშში ამ და სხვა მაჩვენებლებს ფონდი დადებითად აფასებს. აქვე განხილულია ის გზაც, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ ამ მაჩვენებლებს მიაღწია. საქართველოს ეკონომიკამ შესანიშნავი გამძლეობა აჩვენა შიდა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში. 2021 წლიდან რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა საშუალოდ 9%-ს აღემატებოდა, რაც პანდემიის შემდეგი ძლიერი აღდგენისა და ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ტრანსპორტის სექტორების სტაბილური გაფართოების შედეგია. პროგნოზებთან დაკავშირებული რისკები ზოგადად დაბალანსებულია გლობალური გაურკვევლობებისა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. პერსპექტივაში 2025 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 7.2%-მდე შემცირდება, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში 5%-მდე დავა. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება, ხოლო სახელმწიფო ვალი მიმდინარე ნიშნულთან დასტაბილურდება იმ შემთხვევაში, თუ ფრთხილი ფულად საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკა გატარდება. უკვე არსებულ მაჩვენებლებთან ერთად დადებითია სამომავლო პროგნოზიც, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს. მრავალი მიმართულებით კი სავალუტო ფონდისა და ქართული მხარის ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2% არის ახლა უკვე განახლებული პროგნოზი. ანუ ამ თვალსაზრისით ხედავს მაღალი ზრდის შენარჩუნების კარგ პერსპექტივებს. ასევე მნიშვნელოვანია ინფლაციასთან დაკავშირებით, რომ მისი პროგნოზი არის, რომ ინფლაცია კვლავ შენარჩუნდება მიზნობრივ 3%-თან ახლოს, ეს ემთხვევა ჩვენს ხედვასაც. მნიშვნელოვანი არის ასევე ხაზგასმა იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო რეზერვების დაგროვა კვლავაც ნარჩუნდება პრიორიტეტულად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ნაცვლად 6%-ზე 7.2%-ს ელოდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს საშუალოდ 9.7%-ის ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რის საფუძველზეც ქვეყანაში გაიზარდა საშუალო შემოსავალი, გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. აღნიშნულია ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა და მიღწეული შედეგები, მათ შორის დეფიციტის 2.5%-ის ფარგლებში შენარჩუნება საშუალოვადიან პერიოდში საშუალებას იძლევა გაგრძელდეს ვალის მდგრადობა და ვალი შენარჩუნებული იქნეს უსაფრთხო დონეზე. ასევე აღნიშნული იქნა მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგები. ანგარიშში ასახული მონაცემები ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზე მეტყველებს. ეკონომიკური მდგრადობა კი საქართველოს ხელისუფლების სწორი პოლიტიკით არის განპირობებული. ეკონომიკის ექსპერტები საერთაშორისო სავალუტო ფონდის დადებითი შეფასების მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს. საქართველოს მთავრობას აქვს განცხადებული მშვიდობის პოლიტიკა და ამან მოგვიტანა ძალიან ბევრი ეკონომიკური სარგებელი. ერთი მხრივ გაზრდილი ინვესტიციები და მეორე მხრივ თვითონ არსებული ინვესტორების მხრიდანაც აისახება, რომ ქვეყნის მიმართ აქვს ძალიან დიდი ნდობა, რაც ვლინდება იმაში, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ყოველ წლიდან წლამდე იზრდება. ანუ ეს ნიშნავს, რომ მოგება უცხოელი ინვესტორებს აღარ გააქვთ და პირიქით ისევ ჩვენს ქვეყანაში აბანდებენ. და ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება ამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში სწორედ ამ მიმართულებითაც. საქართველოს დაკნინების ფასად მოლდოვის წარმოსახვითი ეკონომიკური აღმავლობის კამპანია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშმა გამოაშკარავა. დადებითი ეკონომიკური მაჩვენებლის მქონე საქართველოს ორჯერ მეტი პოტენციალი აქვს. შესაძლო პროგრესთან ეს ჩამორჩენა სწორედ გამიზნულ შიდა თუ გარე რყევებს უკავშირდება. ქვეყნის პირველი კანონმდებელი საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მსოფლიო სავალუტო ფონდის მორიგი შეფასების მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვეს შენს ეროვნულ ინტერესებს და არა სხვის კარნახს. ბრიუსელის ყველა მოთხოვნის შემსრულებელი მოლდოვის მოწინავე ეკონომიკური სტაგნაცია და ბრიუსელის თავდასხმის ობიექტი საქართველოს ეკონომიკური სასწაული ამას თვალსაჩინოდ გვიჩვენებს. მაგრამ ამ სიხარულზე მეტი ალბათ ის ბრაზია, როდესაც აცნობიერებ, რომ ორი ამდენის მიღწევა შევძლებდით, რომ არა გარედან საქართველოს დაზიანების მუდმივი მცდელობები, რომ არა დონორების ნაკარნახების სიძულვილი და ექსტრემიზმი, რომ არა NGO-ების მიერ საქართველოს რუსეთთან ესკალაციაში ჩართვის მცდელობები, რომ არა გარე ინტერესებით მოქმედი შინაურები და სხვის დროშად ჩამოკიდებული უსამშობლოები. სწორი პოლიტიკით მიღწეული შედეგი ანგარიშში რიცხვებისა და სტატისტიკის სახით არის მოცემული. ეს არის ის, რაც მიზანმიმართულ ცრუ კამპანიას ამხელს ხოლმე. მოლდოვის მონაცემებთან შესადარებლად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ახლა უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის სახითაც ხელმისაწვდომია.